მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს კვლავ შეიკრიბება. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ელიან. სტომაზე მათთან ერთად მოხდება მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა. რამდენად ეფექტური იქნება კომისიის მუშაობა და შესაძლებელია თუ არა რეალური შედეგის მიღება, პირველადი მონაცემები აპრილში უკვე ცნობილი უნდა გახდეს. Pinda შევისწავლოთ ფასწარმოქმნის ჯაჭვი, უნდა აღინიშნოს, რომ მედიკამენტების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ჯაჭვი უფრო მოკლეა, ის შედგება ორი კომპონენტისგან, პირველი არის მწარმოებელი იმპორტიორი, მეორე არის ქსელები, რომელიც თვითონ ახერხებენ დისტრიბუციას და აქვს საკუთარი ლოგისტიკური ცენტრები და რატომ არის ეს კარგი, რომ ჯაჭვი მოკლე არის, იმიტომ რომ დამატებითი საოპერაციო ხარჯები არ წარმოიქმნება, რაც დადებითად აისახება საბოლოო ფასზე, ეს რეფერენტული ფასი პროგრამა ჩაერთო 2023 წლიდან, მინდა შევისწავლოთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს და კიდევ რა შეიძლება დამატებითი ნაბიჯები გადაიდგეს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით უბრუნდება დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. სიახლის მიხედვით შესაბამისი კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. ცვლილება ასევე სურვილის შემთხვევაში ითვალისწინებს იმ პირის მაგისტრატი მოსამართლის მიერ გამოკითხვასაც, რომელსაც კონკრეტული პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია გააჩნია. როგორც გრანტების კანონმდებლობის, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის სხვადასხვა მონიტორინგი, რომელიც ხორციელდება, სწორედ აუდიტის სამსახური არის ამ ყველაფრის მაკონტროლებელი და მონიტორინგის განმახორციელებელი. აქედან გამომდინარე შედის ცვლილება გამჭვირვალობის შესახებ კანონშიც, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სწორედ აუდიტის სამსახური გახდეს მათ შორის ამ კანონის განმახორციელებელი. პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო ფინანსები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ზუსტად იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა უცხოური ფული რას ხმარდება და რისთვის არის განხორციელებული თითოეული ეს დაფინანსება და გრანტი მათ შორის. იურიდიულ კომიტეტზე დღესვე დეპუტატები მესამე მოსმენით იწყებენ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას. სიახლე საარჩევნო პროცედურების, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მათი თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტებას ეხება. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს. პრინციპულად იცვლება ის, რომ შენ ქართველ დამკვირვებელს, საქართველოს მოქალაქე დამკვირვებელს არ შეიძლება კონდეს დავალება ამოცანა გარე აქტორისაგან. შენ უნდა იყო წარმომადგენელი იმ ორგანიზაციისა, რომელიც არის ქართული ორგანიზაცია. თუ კი არის უცხოელი დამკვირვებელი, ამ უცხოელ დამკვირვებელს ექნება შესაბამისი ცენზი, შესაბამისი უზრუნველყოფა, გარანტია იმისა, რომ მისი დაკვირვებმისი აქტივობები იქნება უზრუნველყოფილი იმ სტანდარტის მიხედვით, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს. პატრიარქის სიონში დაკრძალვიდან უკვე მე-9 დღეა. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხალხი კვლავ გვიანობამდე რჩება. აქ მოსალოცად და ილია მეორიშვილის პატევის მისაგებად, როგორც თბილისში მცხოვრები, ისე რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოსული მოქალაქეები მიდიან. ტაძარში უწყვეტად აღევლინება გარდაცვლილი კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელი ლოცვები. პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის პატრიარქის გარდაცვალება. მე ჩამოვედი რეგიონიდან, იმიტომ რომ პატივი მიმეგო მისი საფლავისთვის. შეუფასებელია ილია მეორეს მოღვაწეობა და საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის, რომ ჩვენთვის არსებობდა და რასაც ჩვენი ქართველი ხალხისთვის აკეთებდა. ის არ მომხდარა, გარდაიცვალა, ის უფალთან არის და რა თქმა უნდა იმ იერში აუცილებლად იზრუნებს საქართველოზე და ის იმან უკვე თავისი გარდაცვალებით ძალიან დიდი საქმე გააკეთა, გაერთიანა ერი. არა მარტო თბილისს და საქართველოსთან ჩამოდიან სხვადასხვა სამღვდელო პირები და იხდიან პანაშვიდს მისი უწმიდესობის საფლავს და რაც შეეხება კი ბატონო საზოგადოებას აქვს საშუალება რომ ასე ვთქვათ პატივი მიაგოს მისი უწმიდესობის საფლავს ოდნავი ხელის შეხებაც
ასე ვთქვათ, დაშვებულია, თუმცა თავისთავადია ეს პროცესი კონტროლდება, იმიტომ რომ ხალხის ნაკადი ძალიან დიდია და თავისთავადია წესრიგი ძალიან მნიშვნელოვანია. ბზობის დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცენარის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადიქმედებაა. წითელი ნუსხით დაცული კოლხური ბზის შეძენა მხოლოდ კერძო სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდანაა შესაძლებელი, რაზეც შესაბამისი ცნობა უნდა გაიცეს. კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. შესაბამისად, მისი უკანონოდ მოპოვება სახელმწიფო ტყეებში წარმოადგენს სამართალდარღვევას. გათვალისწინებულია 500 ლარიდან 2000 ლარამდე ადმინისტრაციული სახდელები. იმ შემთხვევაში, თუ გარემოზე მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, დაიწყება სისხლის სამართლის გამოძიება. მოუწოდეთ ჩვენს მოქალაქეებს, უნდა არღვევენ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საქციები. ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება ახლო აღმოსავლეთში. გასულ ღამით გამაფრთხილებელი სირენის ხმა ისმოდა ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე, სადაც ირანის საჰაერო რაკეტების მორიგი ტალღა მოიგერიეს. სამხრეთ ისრაელში ირანის მხრიდან თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა სამრეწველო ზონაში. საერთაშორისო მედიის ცნობით არავინ დაშავებულა. ისრაელმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა ლიბანის ქალაქ ბააბდაზე. ქალაქში ისმოდა აფეთქებების ხმა. ქუვეითში ირანის თავდასხმის შედეგად 1 ადამიანია დაღუპული, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები. თეირანმა 12 წლიდან მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით მონაწილეები ჩაერთვებიან თავდაცვის, ლოგისტიკის, სამაშველო და უსაფრთხოების ოპერაციებში. ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ჰამეინი შესაძლოა გარდაცვლილი ან მძიმე დაშავებული. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. საკითხზე კომენტარი ოფიციალურ თეირანს ჯერ არ გაუკეთებია. საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინაში მთელი ღამის განმავლობაში. პარალელურად აფეთქებები იყო რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, მოსახლეობა ევაკუირებულია. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. დოჰას, საბუდაბისა და რიადის შემდეგ ამანი უკრაინის პრეზიდენტი იორდანიაში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა მეფე აბდულა მეორეს. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობის საკითხი განიხილეს. სამის შესახებ ვოლდიმერ ზელენსკიმ სოციალურ ქსელშიც დაწერა. უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ისინი მზად არიან დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით ერთობლივი მუშაობისთვის. ამავე საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე ოფიციალურად გაფორმებულია კატართან, საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან. და კვლავ საქართველოს რამდენიმე დღეში ოზურგეთში კიდევ 2 ქუჩის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს. გზის საფარის დაგების გარდა პროექტის ანიაღროს სისტემების მოწყობასა და ეზოებში შესასვლელების მოწესრიგებას ითვალისწინებს. ლესელიძისა და ჯანაშიას ქუჩებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გაკეთდა რკინაბეტონის სანიაღვრე არხები და გზასთან ერთად მოიწყობა ეზოში შესასვლელები. გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. დიდუბეში ფრენბურთის სასკოლო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. აბსოლუტური ლიდერი 155 სკოლა გახდა. მათმა გუნდებმა ოქროს მედლები ორივე კატეგორიაში, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის მოიპოვეს. გამარჯვებულები რაიონის გამგებელმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დააჯილდოვეს. 6 დღიან შეჯიბრში დიდუბე 2026 რაიონის სულ 16 სკოლა მონაწილეობდა. დიდუბის რაიონში სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ტარდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები. ფრენბურთში ჰქონდა ფინალური შეხვედრა და მოხარული ვარ, რომ მსგავს შეხვედრებში მატულობს ახალგაზრდების ჩართულობა, მატულობს გუნდები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ მსგავს ღონისძიებებში. მადლობა მიყვარხარმა აპატიე პრემიერა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. აზდაკის ბაღმა საავტორო სპექტაკლი წარმოადგინა. რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილის დადგმა აქტუალურ სოციალურ თემებს ეხება და თანამედროვე საზოგადოებაში განსხვავებულობის მიღებისა და
ჰარმონიული თანაცხოვრების აუცილებლობაზე მოგვითხრობს. საღამო აფხაზეთის მთავრობისა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით შედგა. პრემიერამ, როგორც მოლოდინი იყო, მრავალმხრივი ემოცია გამოიწვია. ამავდროულად მინდა აღვნიშნო და მის ცალკე მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, რომ სოხუმის თეატრის სცენა უფრო და უფრო იტვირთება მსგავსი კულტურული ღონისძიებები და აქტივობებით, რაც არ შეიძლება ჩვენს სიხარულს არ იწვევდეს. პრემიერა არის, არ ვიცი, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენ ცხოვრებაში, თეატრალურ ცხოვრებაში. მოთხითვე ემზადებოდით ამ პრემიერისთვის და მე მგონია, რომ არ ვიცი, ყოველი დღე და ყოველი რეპეტიცია ღირს იმად, რომ აი ეს დღე მე იგემო. დღეს ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g შეგიძლიათ გურერიც